გამარჯობათ, მე ვარ ნათია შაი, ეს არის ჩემი არხი და მას შემდეგაც თქვენ გამოიწერთ ამ არხს, ეს არხი პირდაპირ რა თქვენი უსაყვარლესი არხი იქნება და თავს ისე იგრძნოთ ამ არხთან, როგორც შინ, ძალიან მყუდრო, ძალიან თბილად, სიყვარულით სავსე გარემოში. ეხლა მე მინდა შემოგთავაზოთ, ასე ვთქვათ, ესეთი ქალბატონის ბედის მატრიცა, ახლა მისი ასე კი არის 50 წელი. მინდა გითხრათ, რომ ფინანსურად ძალიან დიდ კრიზისში არის, მაგრამ ამ ქალბატონს, ასე ვთქვათ, ბავშვობიდანვე რაღაც უარყოფის ენერგია აქვს. ისე მოხდა, რომ მშობლებს არ გაუზრდიათ ის და რომელი დედმამიშვილიც გაზარდეს, მის და მიაქვთ რაღაც ესეთი განსაკუთრებული სითბო ამის მიმართ არა. და რაღაც გარიყულად გრძნობს და მოყვება ესე, რომ სულ წვალობს, სულ ცდილობს, რომ ფეხზე წამოდგეს. აქვს ოჯახი, მაგრამ საკმაოდ სიდუხჭირეში ცხოვრობს, არ აქვს საკუთარი სახლი და მოკლედ სახლის შეძენა მისი ოცნება და ასევე თხოვა, რომ გადამეხედა მისი ფინანსებისთვის და მიმეცა მისთვის რჩევა. ეს არის გავხსენი და დავიწყე ვიდეოს ჩაწერაც, ანალიზი არ გამიკეთებია. გავაკეთებ ამას თქვენთან ერთად, ასე ვთქვათ, ექსპრომტად. ის რომ მშობლებისგან უარყოფილი არის ჩანს მის დედობის და ბავშვობის კარმაში. მაგრამ ამ ეტაპზე გვაინტერესებს ფინანსური ამბები. დავიწყოთ იქიდან, რომ ეს ადამიანი 9 რიცხვში არ არის დაბადებული, მისი ენერგიაა 9, ეს არ შეგეშალოთ ხოლმე, რომ რაც წერია, ყველა იმ რიცხვშია დაბადებული, არამც და არამც, მისი ენერგია არის 9, რაც ნიშნავს იმას, რომ ასე ვთქვათ, ცოტა არ იყოს მარტოობის თემა, განდეგილობის თემა, ხო, რაღაცა განყენებულობის თემა არის მასთან. სხვადასხვა სახით არის ხოლმე სხვადასხვა ადამიანებში, ამ პიროვნებაში ესე გამოვლინდა. ეხლა მე ვნახე, სად იყო კიდე ეს ენერგია, სად ჩანს კიდე და აი აქ ჩანს, ნახეთ, ასე ვთქვათ, ბალანსში, სიყვარულისა და ფინანსების ბალანსში. ნახოთ აბა კიდე აი აქ ხო არ არის სადმე, არა, აქ არა გვაქვს 9-იანი. ეს არის დანიშნულებების სამყაროდან, რაც ჩამოგწიე და ვნახე. როგორია ეს ადამიანი შინაგანად, არის ძალიან ძლიერი და მე ასე თუ ისე ვიცნობ ამ პიროვნებას და მინდა გითხრათ, რომ კი საკმაოდ ძლიერი ადამიანია, იმიტომ რომ ქონდა პერიოდი, როდესაც თითქმის ყოველდღე მუშაობდა 24 საათიანი გრაფიკით, არ გესმით, არ ვხურობ, არ მოგესმათ. ანუ 3-4 დღე შეიძლება ემუშავა გადაბმულად 24 საათიანი გრაფიკით, მერე დაისვენა ნახევარი გრაფიკი და მეორე დღესვე მეორე ნახევარში გასულიყო. ამას ძალიან დიდი ძალა უნდა და ეს ძალა არის ნამდვილად მისი რესურსი. მოდი ახლა მე მინდა მას ვურჩიო, პირველ რიგში დავარღვიო ჩემი ტრადიცია, რომ განვიხილავ კარმის კუდს, მაგრამ ეხლა რატომღაც ესე მომინდა, რომ პირველ რიგში მის რესურსებს გაუსვა ხაზი და მის ტალანტებს. მისი, ასე ვთქვათ, სამყაროსთან, ღმერთთან, უმაღლეს მესთან, ანგელოსთან ურთიერთობის კარიბჭე, ასე ვთქვათ, რაც აღებს ამ კარიბჭეს, არის სიყვარულის ენერგია და მე მინდა გითხრათ, რომ მართლაც ძალიან დიდი სიყვარული შეუძლია ამ ადამიანს, ძალიან თბილი ქალბატონი არის.
მისგან იმაცეც კი არ გამიქია რაიმე ცუდი, ვინც ატკინა გული, ვინც დააზარალა, ვინც სიბოროტე გაუკეთა, მაგრამ არის ერთი ძალიან დიდი, მაგრამ ის ამ პრობლემებიდან გამომდინარე, ნამდვილად ის ესათანადოდ ვერ ზრუნავს თავის თავზე. როგორც ეკუთვნის, მე ესე ვფიქრობ. ყოველ შემთხვევაში ეს მინდა ვურჩიო მას, რომ ასე ვთქვათ, ყურადღება გადაიტანოს ცოტა მეტად საკუთარ თავზე, საკუთარ ჯანმრთელობაზე და მინიმუმ იმის უფლება მაინც მისცეს თავს, რომ ზოგჯერ დაისვენოს, განიტვირთოს. რას მისცემს ეს? ეს ნახე მე როდესაც ვლაპარაკობ აი ამ კარიბჭეზე, ეს არის ის ენერგია, როდესაც ადამიანი აკეთებს რაღაცას, იღება კარიბჭე და გრძნობს ყველაფერს ერთად. ნახე, მფარველი ანგელოზის ძალას ღმერთს ყველა ვუყვარვართ, მაგრამ ამას გრძნობს უკვე. იღებს აჩუქრებს სამყაროდან, ინატრებს და უსრულდება. შესთხოვს ილოცებს და თითქოს კი არა და მიდის ეს ხმა უფლამდე, ნუ გესპოვებს. აი ეს ყველაფერი და ასე შემდეგ ხდება ხოლმე. რა არის მისი ძალა, რაც ვფიქრობ, რომ არ გამოიყენა, იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ კარგად ვიცნობ ამ ადამიანს. ეს არის რაღაც ნიჭიერება, ცოდნების შეძენა, ამ ცოდნების გაცემა, თავის პროფესიაში ძალიან დიდ პროფესიონალად ჩამოყალიბება, სადაც მუშაობს იქ ნამდვილად შეუდარებელი არის, მაგრამ აქ ვხედავ, რომ რაღაც შეიძლება და უფრო მეტი გაიკეთებინა, უფრო დიდი, ვიდრე მუშაობა იმისთვის, რომ უბრალოდ იარსებოს და გადარჩეს. ამის რესურსი ნამდვილად ქონდა. ამის ხაზი, ანუ ეს რესურსი, ცოდნის, განათლების, შესწავლის, სტრუქტურის, ძალიან ერთგულია ოჯახის, ამას მართლა აკეთებს, ძალიან ერთგულია ქვეყნის, არასდროს არ შეშლია, ასე ვთქვათ, ამ ორივე სტრუქტურასთან ურთიერთობა, ამას ნამდვილად კარგად ამუშავებს და ეს ძალიან მკაფიოდ ჩანს ქალებში, მის წინაპარ ქალებში და დედის ხაზში, მამაკაცებში, აი ამ კარმას ამუშავებს. ნიჭიერება რაღაცა დიდი, ცოდნა ნიჭიერება, რაც ვამბობ, რომ აი გადარჩენის ბრძოლა შესწირა და მან არ გამოავლინა ეს რაღაცა თავისი უნარები. ახლა მოდი, რაც მნიშვნელოვანია ძალიან, ნახოთ რა ხდება მის სულიერ კარმაში. იქაც ესა ჩანს, რომ ქონდა რაღაცა შესაძლებლობა ძალიან დიდი, რომ შეექმნა რაღაცა ძალიან დიდზე მაქვს ლაპარაკი, რაღაცა არა ყოველდღიური, არა მასობრივი, რაღაცა განსაკუთრებული, რაღაც მიზეზების გამო არ გაკეთა. იგივე კარმა გადმოაქვს აქ. ნახე მთელ თავის რესურსებს იმაში, რომ აღარ გავიმეორებ ამ ყოფიერ პრობლემებს გაუმკლავდეს. ეხლა ნახეთ, შეიძლება კითხვა დამისვათ, რომ აი როგოროცა ესეთი ყოფადობა, აი როგორ უნდა გააკეთოს ეს ადამიანმა. იცით რა არის? ეგ არის ზუსტად ბარიერი, რომ ადამიანს ბარიერები რო არ იყოს, აღარ იქნებოდა კარმები და დასამუშავებელი. იმიტომ არის ეს ბარიერი, რომ ზუსტად ეს უნდა დამუშავდეს კარმა. ანუ ეს პრობლემა რო არის, აბა როგორ ეს კითხვა არასოდეს არ დასვათ. პირველად რაც უნდა გააკეთოთ, ეს არის მიზანი დაისახოთ აუცილებლად. იცით, როდესაც ხედავს, არ ვიცი ვის რა სწამს, მე ჩამოვთვლი, მფარველი ანგელოზია ეს, უმაღლესი მე არის, სამყარო არის, ღმერთი არის, უფალი არის, ვიღაცა იაჰოვას ეძახის, ვიღაცა ალლაჰს ეძახის, ვიღაცა ბუდას ეძახის, ვიღაცა კრიშნას ეძახის, ვიღაცა მზეს, ხო სცემს თაყვანს თუ ასე შემდეგ, არ შევდივარ მე წვენაში, მაგრამ
ეს რაღაცა ზეციური ენერგია, როდესაც ხედავს ადამიანის მკაფიო მიზანს, აუცილებლად ესია სამყარო მოწყობილი შემოუგდებს შანსს, რომ ჩაეჭიდოს და გააკეთოს. ანუ ნახე მე რაღაცა მინდა, რაღაცა სურვილი მაქვს, მაშინვე რაღაცა შანსი მიეცემა. ეს ნამდვილად ესე ხდება. ეხლა მე მინდათ ერთი ძალიან ესეთი პრაქტიკული რეალური მაგალითი მოგიყვეთ. გუჟი ვესაუბრებოდი ერთ-ერთ ადამიანს, რომელსაც რა მისიაც აქვს, იმას ანუ იმისი რაღაცა გაავს ახლა ამას და იმიტომ მაქვს იმის ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს და მე შევთავაზე დახმარება. და მან მითხრა უარი და რო ვკითხე მიზეზი რატო უარი, იმიტომ რომ ხა უარი შეიძლება იყოს ისა რომ ნუ როგორ აიღებს ამ საჩუქარს არ შეიძლება და აი ძალიან ესე დაუჯექი და ავხსენი. ნახე სამყარომ გამოგიგზავნა. ეს არის შესაძლებლობა და შენ უარს ეუბნები სამყაროს. შეხო არ გითხოვია ჩემთვის რომ რაღაცა გამიგეთ, ხო? ეს არის ჩემი საჩუქარი. და საჩუქარს როცა გაძლევენ ესეთი წრფელი გულით უნდა მიიღო. იმიტომ რომ ეს ჩემთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ჩემს გვერდით მყოფი მეგობარი იყოს კარგად. და შენთვის მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს არის ის, რაც ძალიან გინდა და მე შემიძლია მაქვს ახლა ამის რესურსი, რომ გაჩუქო ეს და ნახე რო გეგონა რომ არაფრით არ გამოგივიდო და იმიტომ რომ ის ფინანსები არ ქონდა და ასე შემდეგ, უცებ ნახე სამყარომ გამოგეჩინა, მაგრამ მაშინვე არ მინდა უარს ამბობ. ანუ ესე ხდება ყოველთვის სამყარო შანსს გამოგიჩენს და აი მომენტში არასოდეს არ თქვა თუ არ. შანსები იქნება სხვადასხვა გვარი, სხვადასხვა ადამიანის ხელით, შემთხვევითობას რო ეძახით და ასე შემდეგ. ანუ პირველი ნაბიჯი არის ის, რომ მინდა რაღაცა. აი როგორ უნდა გავაკეთო ეს მინდა, ყველაზე დიდი შეცდომას აკუშვებთ ადამიანები, რომ ვიწყებთ პრაგმატულად ფიქრს, რომ აი სიტყვაზე როგორ უნდა ვიყიდო ბინა, როდესაც ვიტყვი პირდაპირ სად მუშაობს ერთ-ერთ სუპერმარკეტის ქსელში და ხო წარმოგიდგენიათ რა არ ვიცი რა სიტყვა თქვა რომ არ იყოს ძალიან მძიმე. ძიმეს ვიტყვი მოდი, რა მძიმე შრომა აქვთ და ყველაზე დაბალი ანაზაურება იქ ადამიანებს. და აი როგორ უნდა იყიდოს ამ ხელფასით ბინა, წარმოუდგენელია მართლაც, მაგრამ სამყარო ესე არ მუშაობს. სამყაროს არ აინტერესებს ეს ფიზიკური მატერიალური შესაძლებლობები. უნდა და მოგცემს უბრალოდ. აი გაიხსენეთ ძალიან ბევრი წლის წინ მე მახსოვს ძალიან გაჭირვებული მეგრეული ოჯახი იყო, რომელსაც ლატარიაში მოიგო ძალიან დიდი თანხა და სახლი კი არა სასახლე იყიდეს და უამრავი უძრავი ქონება და ძალიან კარგად ცხოვრობენ, ძალიან კარგად და მე ცოტა დრო გავიდა და მე მახსოვს კიდე აი უზომოდ გაჭირვებულმა ოჯახმა მოიგო, ეხლა მე ლატარიას კი არ უწევ პოპულარობას. მაგალითად მომყავს, რომ სამყაროს საერთოდ არ აინტერესებს ლოგიკური აზროვნებით შენ შეგიძლია რაღაცის მიღება თუ არ შეგიძლია. ის წვეც ამის ღირსი ხარ თუ არ ხარ ღირსი. და ეს ღირსება არ ღირსება რწმენაზე გადის. სხვათა შორის ძალიან საინტერესო რაღაცა მოხდა ოჯახში, ანუ მამას მიტოვებული ყავდა ოჯახი და როდესაც გაიგო რომ გამდიდრდა ეს მისი ყოფილი მეუღლე და შვილი, რომელიც საერთოდ არ ახსოვდა, მაშინვე მივიდა და შერიგებას თხოვდა. ესე ხდება ხო? და ამაზე შევთანხმდეთ, რომ შანსები გადის რწმენაზე და არა იმაზე, ვის რამდენი შემოსავალი გვაქვს და რა მატერიალური შესაძლებლობები. არასოდეს არ გათვალოთ ესე, რომ აი ამ რეალობით მე შემიძლია ამის გაკეთება და სხვა არაფრის. კი ბატონო, სხვა ვერაფერს ვერ გააკეთებთ თუ ესე ფიქრობთ. ჩემ თავზე მაქვს ეს დატესტილი. ძალიან ბევრი რამე გავაკეთე, ეხაც რომ ვეკითხებით ჩემ თავს, რომ ეს როგორ შეძელი, მე არ ვიცი როგორ შეძელი. სულ ამბობ, რომ ეს გააკეთა ღმერთმა, ღმერთი საჩუქრებია ეს ყველაფერი, ღმერთმა შემიწყო, ღმერთმა ჩამიგდო რაღაცა ისეთი ვარიანტი, იმიტომ რომ
ყველას ყველაფრის გაკეთება არ შეგვიძლია, ყველას გვაქვს რაღაცა ლიმიტი მატერიალური, ხო? ასე ვთქვათ. და ლოგიკურად არა. არ შეიძლებოდა ამის გაკეთება, მაგრამ გავაკეთე, იმიტომ რომ კიდევ ამბობ რწმენაზე გადის ეს და არა იმაზე, ვის რამდენი აქვს ხელფასი და შემოსავალი. ეხლა გადავალ რჩევებზე. დარწმუნებული ვარ ამ ვიდეოს რომ ჩავოგდებ. ძალიან დიდი ინტერესით უყურებს. ის რომ შინაგანად ესეთი დიდი რესურსი აქვს, ტალანტია ესეთი დიდი ხუთი, რომ ვარსკვლავობამდე შეეძლო გამხდარიყო სხვათა შორის რაღაცა სილამაზის სფეროში, თუნდაც ასე ვთქვათ, წვეულებების მოწყობის სფეროში, ქორწილების, ან დღესასწაულების მოწყობის სფერო, რაღაც ეს დღესასწაულებში, აი რაღაცა სილამაზე სიყვარული შეტანა არის საჭირო, ყველგან შეეძლო ძინ წარმატებისთვის მიაღწია. ეხლა გავიდეთ კონკრეტულად ფინანსებზე, რომლის რჩევასაც ესე ძალიან ელოდება ეს ადამიანი და 22 ენერგია, სულელის ენერგია აქვს, ასე ვთქვათ, ჯანმრთელობის და ფინანსების კარიბჭეს ვიტყვი, რაღაც ლამაზი სიტყვაა, კარს კარიბჭე ჯობია. და ნახეთ რა, ამათი მინუსი რა არის, ნახეთ, ვისაც აქვს ეს ენერგია, სულელი, უნდა იყვნენ ძალიან ლაღები, ბავშვურად ლაღები. და ყველა ამ ადამიანში, ვისაც კი ვიცნობ, აქვთ აი შფოთვა და ნერვიულობა, არ ვიცი, n კვადრატში აყვანილი. უზომოდ შფეთავენ, ნერვიულობენ, განსაკუთრებით მატერიალურ თემებზე და იქ იჭედებიან. რაზეც ნერვიულობენ, იქ იჭედებიან. ზუსტად და ის უხდებათ პრობლემა. მინდა გითხრათ, რომ ეს არის ერთ-ერთი კი არა და უმაღლესი სულიერი დონე და ენერგეტიკა. და როდესაც მით უმეტეს ფინანსებში გაქვს ეს ენერგეტიკა და შენ მატერიაზე ნერვიულობ, განიცდი და დღისით ფიქრობ და რო გძინავს, გესიზმრება ეს პრობლემები, ჩაგეჭედება ეს პრობლემები. ანუ უნდა მიუდგეს სულ ერთი. აი ნახე, ამ წუთას და ამ წამს. აი ხა რო ზიხართ და მიყურებთ. ამ წუთას და ამ წამს. ხო შეიძლება რომ დაივიწყოთ რაღაცა პრობლემები და აი უბრალოდ ახლა თქვენს თავში მყოფადი თქვენივე თავი იგრძნოთ ბედნიერად, იგრძნოთ ლაღად, მსუბუქად, მიუხედავად ყველაფრისა. ეს უნდა გადმოიტანოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ეს მომენტი. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი, რაც მის არა მარტო ფიზიკურ, ფინანსურ კარმას, არამედ სულიერ კარმასაც ამუშავებს, ეს არის ფორტუნას ენერგია. ეს არის ზუსტად ის, რომ ძალიან ჩემთვის ყველაზე გამორჩეული ენერგია არის ეს ფორტუნას ენერგია, იმიტომ რომ უკიდურე აი რადიკალისტი ენერგია ეს 10-იანის ენერგია. ეს არის ან ყველაფერი ძალიან მაგრად არის, ან საერთოდ არაფერი არ არის და ყველაფერი არის აი ამ იმაზეც უდათ რო არ შეიძლება. ეს არის ან ჩემზე ბედნიერი არავინ არ არის, ან ისეთი უბედური ვარ, რომ ერთი წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ჩემ თავზე, თორემ ყველაფერმა გაიარა. შუალედი არ არსებობს ამ ენერგიაში. აი ისე რა მიშავს ნორმალურად, კარგად ვარ უბრალოდ, არ არსებობს ამ ენერგიაში. ეს არის ან აქტ ყორცნის ცაში ბედნიერებით, ან ისე დაგახეთქებს, რომ დალეწილი ხარ ყველანაირად. და რა მართავს, რითი ხელმძღვანელობს ეს ენერგია პლუსში იყოს თუ მინუსში, ერთადერთი ეს არის განწყობა და ემოცია. ნახე, ამ ადამიანს მოეთხოვება, აი, რა ვიცი, ძალიან კაცრად ხაზგასმით, რომ სულ კაი ტალღაზე იყოს, სულ ღიღინებდეს, სულ ხითხითებდეს, იყოს სასწაულ კარგ განწყობაზე და მე გარანტიას ვაძლევ, რომ თუ ამას გააკეთებს და პლუს ამას იმუშავებს საკუთარ თავის სიყვარულზე და რაღაცებს აჩუქებს თავის თავს, თუნდაც აი ესეთი არანორმალური შრომისგან აიღებს ყველა კვირა თუ არა თვეში ერთ დღეს მაინც დასვენების დღეს და თავის თავს დაუთმობს მარტო თვეში ერთხელ კი არა წლები გადის რომ ეს არ უქნია ფული წამოვა ძალიან კარგად
როგორ ახლა მკითხავს მე ვიცი როგორ ჩემს სასახლეში ხო არ არის მეტი ხელფასები ნუ ეკითხები სამყაროს როგორ მან იცის როგორ თავარი შედეგია რაში გაინტერესებს როგორ მოვა აუცილებლად მოვა დიდი ფული კარგად წამოვა ფული ძალიან კარგად მიუხედავად იმისა კერა და განსაკუთრებულად იმიტომ რომ ფინანსებში 15 ენერგია გიზის და ეს საკმაოდ დიდ ფულს ნიშნავს აუცილებლად არ დათანხმდეთ პატარა თანხას როდესაც ანუ მუშაობთ არ ჩაღუნოთ თავი ეს წაგიღებთ მინუსში ყოველთვის უნდა მოითხოვოთ შესაბამისზე ოდნავ მეტი ანაზღაურება თქვენ და საერთოდ მაგ სფეროში არ უნდა იყოთ ნამდვილად სადაც ხართ მე უფრო ვხედავ აი ესეთი ჩუმად წმარად რაღაცა დიდი წვეულება მოაწყოთ რაღაცა ორგანიზება გააკეთოთ და ამაში აიღოთ დიდი თანხა რაღაცა მსგავსი თქვენ არ გაქვთ უფლება რომ ჩათვალოთ რომ პატარა თანხის ღირსი ხართ რაღაცა სამუშაოს შესრულების დროს შეიძლება გესწავლათ მაგალითად ფრჩხილის გაკეთებათ მიშეჭრაც ასევე სილამაზის სფეროს რაც ეხება და ძალიან კაი პროფესიონალი გამოხვიდოდით და საკმაოდ ბრენდული იქნებოდით დარწმუნებული ვარ და სხვებზე მეტად გადაგიხდიდნენ თუ ამას მოითხოვდით რაღაც ესეთი დაიმახსოვრეთ რაც სიყვარულს ეხება, სილამაზეს ეხება, მოდას ეხება, წვეულებას ეხება, შეხვედრებს ეხება. დიდ ანაზღაურებად სფეროში. განმარტოება სიმყუდროვე გჭირდებათ აუცილებლად. ეს თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დაგერღვეთ ბალანსი. რასაც არ აკეთებთ ცხადია. მარტო კი ხართ ამ საქმიანობიდან გამომდინარე მოწყდით ყველას და ყველაფერს, მაგრამ თქვენ თავთან მარტო დარჩენას გულისხმობ და არა საზოგადოებიდან მარტო ყოფნას. ძალიან კარგი მაგალითად უძრავი ქონების გაყიდვაზე იმუშავებდით არაჩვეულებრივად. მოლაპარაკება საწარმო, აი სადაც მოლაპარაკება უნდა იყოს, არაჩვეულებრივად გაართმევდით ამას თავს. ჩვენ შეგვიძლია კიდე ცალკე გავიაროთ კონსულტაცია, ახლა კი დაგიმშვიდობებით, ვისაც ჩემთან დაკავშირება. ბედის მატრიცის შესადგენად, წასაკითხელად, ასევე სხვა მომსახურებისთვის შეგიძლიათ დამიკავშირდეთ ნომერზე 591 233 507. საინტერესოა ის, რომ ამ წლის 50 წლის არის თქო, ამ წლის ენერგიაში აქვს 5-15-20 ენერგია და ძალიან კაია თუ გაითვალისწინებს ამ რჩევებს რაღაცა ისეთ პროფესიაში გაერკვევა შეისწავლის, რაც მაღალ ანაზღაურებადია. შეგვიძლია არ არის აუცილებელი ამაში ფული გადაიხადოს, შეიძლება ისედაც ისწავლოს, მე უამრავი რამე მაქვს ნასწავლი, ესე ვთქვათ, ვიღაცას ვკითხე, რჩევა, იმან რაღაცა კონსულტაცია გამიწია, მე სხვას დავამატეს და ასე შემდეგ. ანუ ყველაფერი ფული არ ღირს მაგის თქმა მინდა და ეს შესაძლებელია. და 20 ეს არის ეგრეგორების დალოცვა, აღდგინება, სიკვდილი და თუ ამას დაამუშავებს, ნამდვილად აღუდგება ეს რესურსი მას, დიდი ფინანსების რესურსი, იმიტომ რომ 15 ენერგია ფინანსებში უზის და 15 საკმაოდ მოდი ვთქვათ ესეც სიმდიდრის ენერგია, არ არის ეს სიღარიბის და სიღატაკის ენერგია, თუ კარგად ამუშავებთ ცხადია. დროებით, მე კი გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე თქვენი ნათია შაი, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და დალაიქებ. ნახვამდის.